მხოლოდ რამდენიმე წუთი უჟანგბადოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედები თავის ტვინში კვდომას იწყებენ. მათი აღდგენა კი შეუძლებელია. ადამიანი კარგავს ლაპარაკის უნარს, კიდურების მოძრაობის უნარს, ან უფრო უარესიც, კარგავს კონტროლს მთლიან ორგანიზმზე, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს აღქმა ისევ შეუძლია. ძალიან საშიში მდგომარეობები აღწერე და სწორედ ასეთი მდგომარეობებია ხშირად შედეგი თავის ტვინის ინსულტისა, რომელიც არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა. ამ ვიდეოში კი სწორედ გაიგებთ იმას, როგორ უნდა ამოვიცნოთ ინსულტი, რა ნიშნები ახასიათებს მას და როგორ მოვიქცეთ ამ სიტუაციაში სწორად, რომ დავეხმაროთ ჩვენს გვერდით ყოფ ადამიანს და ვიხსნათ ის ამ უმძიმესი გართულებებისგან. წნევამ დაარტყა, ტვინში სისხლი ჩაექცა, თრომბი და სხვა უამრავი ხალხური სახელწოდება აქვს ამ მდგომარეობას, რასაც რეალურად თავის ტვინის ინსულტი ჰქვია და ტვინის ქსოვილის ინფარქტს გულისხმობს. მარტივად და გასაგებად რომ ავხსნათ, ამ დროს ტვინის კონკრეტულ უბანს უწყდება სისხლმომარაგება. ამის შედეგად ამ კონკრეტულ უბანს ვეღარ მიეწოდება საჭირო რაოდენობით ჟანგბადი და სხვა აუცილებელი ნივთიერებები. თავის ტვინი და ნერვული ქსოვილი კი უჟანგბადობის მიმართ ყველაზე უფრო მგრძნობიარე ქსოვილია და ამ მდგომარეობას ის მხოლოდ რამდენიმე წუთი თუ უძლებს. დაახლოებით 3-4 წუთის გასვლის შემდეგ კი ნერვული უჯრედები, ანუ ნეირონები იწყებენ კვდომას. ნერვული ქსოვილი კი იმდენად უნიკალური ქსოვილია, რომ მისი აღდგენა ცხოვრების განმავლობაში შეუძლებელია და შესაბამისად სწორედ ამიტომ არის ესეთი კრიტიკული ეს მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩვენ ვკარგავთ იმ უჯრედებს, რომლებიც ჩვენთვის უძვირფასესია. ალბათ არ დაიჯერებთ, რომ გითხრათ წუთში რამდენი ნეირონი კვდება ინსულტის დროს და ეს არის დაახლოებით წუთში 2 მილიონი ნერვული უჯრედი. მაგრამ აქვე მარტივად რომ ავხსნათ, რა საჭიროა ჟანგბადი და რატომ იწყებენ ნერვული უჯრედები ასე მალე კვდომას, როდესაც მაგალითად რომ ავიღოთ ღვიძლის უჯრედები, ანუ ჰეპატოციტები, უჟანგბადობას დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაშიც კი უძლებენ. განსხვავება მათ შორის არის ის, რომ თავის ტვინის უჯრედებს აქვს ძალიან მაღალი ენერგეტიკული მოთხოვნილება. წარმოიდგინეთ, თავის ტვინი არის ორგანიზმის მასის მხოლოდ 2%, მაგრამ ის მოიხმარს მთელი ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის 20%-ს. შესაბამისად, ნერვული ქსოვილიც მოიხმარს დაახლოებით 10-ჯერ და 15-ჯერ უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე მაგალითად ზემოთ მოყვანილი ღვიძლის უჯრედი. ამ დიდი რაოდენობით ენერგიისთვის კი მათ სჭირდება ჟანგბადი. რადგან ჟანგბადი მონაწილეობს გლუკოზიდან უმნიშვნელოვანესი მოლეკულის ATP-ის სინთეზში, რომელიც გამოიყენება შემდეგ ჩვენი ორგანიზმისთვის როგორც ენერგიის წყარო. კარგი, მოდი ამ ბიოქიმიის დეტალებში რო აღარ ავირიოთ, ეს ვიდეო არის ინსულტზე და მისი ნიშნების ამოცნობაზე, ამიტომ დაუბრუნდეთ ისევ ამ თემას. მარტივად რომ აგიხსნათ, არსებობს ინსულტის ორი სახე: იშემიური და ჰემორაგიული. იშემიური ნიშნავს იმას, როდესაც სისხლძარღვი დაიხშობა და კონკრეტული თავის ტვინის რეგიონის სისხლმომარაგება ვეღარ ხორციელდება. რაც შეეხება ჰემორაგიულს, ამ დროს ხდება სისხლძარღვიდან სისხლდენა და ამ მექანიზმზე დაფუძნებულად ვეღარ ხდება კონკრეტული თავის ტვინის რეგიონის სათანადოდ ჟანგბადით მომარაგება. დღევანდელ ვიდეოში კი გასწავლით უმარტივეს აკრონიმს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ამოიცნოთ ინსულტის ნიშნები და ამ აკრონიმს ჰქვია BFAST. ამ აკრონიმიდან თითოეულ ასოს აქვს თავისი მნიშვნელობა და გვეხმარება, რომ დავიმახსოვროთ სიმპტომების თანმიმდევრობა. მაგალითად, B ნიშნავს ბალანსს, ანუ ადამიანებში, რომელთაც აქვს ინსულტი, ბალანსი დარღვეულია. ეს კი დაკავშირებულია ხშირად მოგრძო ტვინისა და ნათხემის სისხლნაკლებობასთან, ანუ იშემიასთან. შემდეგი არის E, ანუ eyes, თვალები და ეს გულისხმობს უეცარ მხედველობის დარღვევას. იქნება ეს გაორებული მხედველობა, მხედველობის არეალის შემცირება თუ კონკრეტული არეების ამოვარდნა. ან შეიძლება გამოხატული იყოს სულაც თვალების მოძრაობის დარღვევა. შემდეგი ბგერა არის F, ანუ face და ეს მოიცავს სახეზე გამოხატულ ცვლილებებს. გულისხმობ მაგალითად მაშინ, როდესაც ადამიანის სახე არის არასიმეტრიული, ტუჩის კუთხე არის ჩამოკიდებული და აღარ იღებს მონაწილეობას მიმიკაში. ეს ძირითადად გამოწვეულია ინსულტის დროს სახის ნერვის ცენტრალური პარეზით, რაც ნიშნავს კონკრეტულად ამ ნერვის ფუნქციის მოშლას და ის ხშირად კლასიკურ ნიშნად აღიქმება, როდესაც ჩვენ ინსულტზე ვსაუბრობთ. შემდეგი ბგერა არის A, ანუ arms, ზედაკიდურები და ეს მოიცავს უცაბედად მგრძნობელობის ან მოტორიკის, ანუ მოძრაობის დარღვევას ზედაკიდურში. ეს ნიშნავს speech, ანუ საუბარს და აქ მოიაზრება საუბრის უნარის დარღვევა ან გაუარესება. ადამიანებს ხშირად უჭირთ ინსულტის დროს გარკვევით საუბარი, რაც ძირითადად გამოწვეულია სისხლნაკლებობით, ანუ
იშემიით კონკრეტულ ცენტრში, მეტყველების ცენტრში, რომელსაც ბროკას ცენტრი ჰქვია. და ბოლო T ანუ time. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ დრო ამ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ადამიანის სიცოცხლისთვის და გამოსავლიანობისთვის გადამწყვეტი. Time is brain, ანუ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ეს ზიანი და ტვინის ქსოვილის მკვდობა. ეს გავიგეთ მარტივად, როგორ უნდა ამოვიცნოთ ტიპიური სიმპტომები ინსულტის დროს, მაგრამ რამდენი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ადამიანს დავეხმაროთ, ან საერთოდ როგორ უნდა დავეხმაროთ მას. დროს რაც შეეხება ნიშნების გამოჩენიდან, პირველი 3 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამ 3 საათიან ფანჯარაში თუ მოხდება თერაპიული ჩარევა და მკურნალობა, ადამიანის გამოსავალი გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაგალითად დაგვიანებული მკურნალობის დროს. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? რა თქმა უნდა, ჩვენი როგორც ახლო ადამიანის უდიდესი როლი ამ შემთხვევაში, როგორც მაგალითად გულის შეტევის დროს აღვნიშნე, არის ის, რომ დროულად აღმოვაჩინოთ ეს ნიშნები და ცვლილებები ადამიანში, რომელიც ჩვენთვის მანამდე უჩვეულო იყო. ეს ნიშნები და სიმპტომები არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთდროულად იყოს წარმოდგენილი, ან ყველა ერთნაირი სიმკვეთრით იყოს გამოხატული. ისინი შეიძლება ასე ვთქვათ შეფარვითაც იყვნენ გამოხატული და ამისთვის გვჭირდება რომ ჩავეკითხოთ და ასე ვთქვათ გამოვიკვლიოთ კონკრეტულად რა უჭირს ამ დროს ადამიანს და რას ვერ ახერხებს. ნებისმიერი ეჭვი ამ დროს მსგავს სერიოზულ მდგომარეობაზე უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ასე ვთქვათ პროფესიონალებს უხმოთ ჩვენთან. მნიშვნელოვანია რომ იმ პერიოდიდან, როდესაც მივიტანთ ეჭვს მსგავს სერიოზულ მდგომარეობაზე, პროფესიონალების მოსვლამდე არანაირი საკვები, მედიკამენტი და წყალიც კი ადამიანს არ დავალევინოთ, რადგან ინსულტის დროს შეიძლება გართულებული იყოს ყლაპვა და ზოგადად ადამიანის დაცვითი რეფლექსები, რაც არის მაგალითად ხველა. შესაბამისად, ნებისმიერი საკვები ან სითხე შეიძლება მოხდეს სასუნთ გზებში, ანუ ადამიანს გადასცდეს და მოხდეს ასპირაცია, რაც რა თქმა უნდა უდიდეს ზიანს გულისხმობს და ამ ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდე ცალკე თერაპია დასჭირდება. უმნიშვნელოვანესია დავაკვირდეთ ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიც არის მაგალითად სუნთქვა. არის თუ არა ადამიანი გონზე და რამდენად შენარჩუნებული აქვს ორიენტაცია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გონების დაკარგვისთანავე ადამიანს უნდა მიუჩინოთ სტაბილური გვერდითი მდგომარეობა. ეს ტერმინი და ზოგადად ეს მდგომარეობა არის პირველადი დახმარების განუყოფელი ნაწილი. ამ კონკრეტულ ხერხებს ეხლა ამ ვიდეოში არ ჩაუღრმავდები, მაგრამ გვპირდებით, რომ პირველად დახმარებაზე ცალკე ვიდეო დაიდება, თუმცა აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ თეორიულ ინფორმაციას და მოყოლილს პირველადი დახმარების შესახებ არ აქვს იმდენად დიდი ეფექტურობა, რამდენადაც უშუალოდ გავლილ კურსს სერტიფიცირებულ ტრენერთან. ამიტომ ყველას აუცილებლად, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, გირჩევთ, რომ გაიაროთ პირველადი დახმარების კურსი და შეისწავლოთ ის უნარები, როგორ უნდა აღმოუჩინოთ ადამიანს პირველადი დახმარება ნებისმიერი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის შემთხვევაში. თუ ამ შემთხვევაში ადამიანი ისე დამძიმდება, რომ სუნთქვას გააჩერებს, მაშინ უნდა დავიწყოთ უკვე უშუალოდ რეანიმაცია, რაც ასევე პირველადი დახმარების განუყოფელი ნაწილია და ამაზე კონკრეტულად როგორც გითხარით, ცალკე ვიდეოში მოგიყვებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფო დახმარებისთვის და ექიმისთვის კონკრეტულ ინფორმაციას მოუყაროთ პაციენტზე თავი. მაგალითად, ვუთხრათ ის მომენტი, როდესაც ადამიანი ბოლოს გამოიყურებოდა ნორმალურად და საიდან დაეწყო სიმპტომები, ეს მისცემს ექიმს საშუალებას, რომ დაახლოებით ის დროის ფანჯარა შეაფასოს, რომელშიც ეხლა კონკრეტულად ეს ადამიანი იმყოფება და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, წარმოდგენა შეექმნას, რა თერაპიული მიმართულებით შეიძლება წარიმართოს ამ ადამიანის მკურნალობა. ასევე უმნიშვნელოვანესია თუ ვიცით ინფორმაცია მივაწოდოთ ექიმს, რა მედიკამენტებს იღებდა ეს კონკრეტული ადამიანი, რა დაავადებები აწუხებდა და რამე კონკრეტული ალერგია ან კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ არ არის ამ შემთხვევაში წარმოდგენილი. ამ ყველა ინფორმაციით და რაც თავარია დროულად აღმოჩენილი სიმპტომებით თქვენ უფრო მეც გააკეთებთ, ვიდრე მაგალითად ადამიანი, რომელიც დაყოვნების შედეგად მოხვდება პროფესიონალის ხელში, რადგან როგორც გითხარით, დრო ამ შემთხვევაში არის გადამწყვეტი. შესაბამისად, თქვენ იქნებით პირველი ადამიანი, რომელსაც შეიძლება რომ ადამიანის ჯანმრთელობა გადაარჩინოს. ამიტომ ნუ შეხედავთ ამ უბრალოდ სიმპტომების ამოცნობას ზედაპირულად და ნუ ჩათვლით იმას, რომ ხო სასწრაფოს გამოძახება ყველა შეუძლია და ეს რა დახმარება გამოდის. როგორც გითხარით, ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის, ამიტომ დაიმახსოვრეთ ეს სიმპტომები. მე კი გეტყვით, რომ დღევანდელი ვიდეო ამით დასასრულს მიუახლოვდა. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო გამოვიდა თქვენთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გაუზიარეთ მეგობრებს და გამოიწერეთ არხი. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნება. მე კი ვეცდები ყოველ კვირას დაგიბრუნდეთ საინტერესო სამედიცინო ვიდეოებით.